საღამოშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, შაბათის საღამო 8 საათი, ეთერშია გადაცემა მარტივი კითხვები. დღეს ჩვენი სტუმარი იქნება კიკეთის 6 ღვთისკაცის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, რომელიც ილაპარაკებს ახალ სასკოლო პროგრამაზე, რომლის დანერგვაც უნდა განათლების სამინისტროს ეს საგანია მე და საზოგადოება და ამ საგნის ირგვლივ სრული უკმაყოფილება საზოგადოების მხრიდან. დღეს ჩვენ შევეცდებით მამა ანდრიას დახმარებით, რომ გავერკვიოთ ამ საგნის არსში თუ რა არის მისი დედააზრი, რა არის მისი მიზანი, საერთოდ საგანი აუცილებლად მიზნისკენ უნდა იყოს მიმართული და თქვათ რა არის მიუღებელი ამ საგანში. თუნდაც პოზიტივზეც თქვათ რა არის მისაღები და რამდენად მნიშვნელოვანია და აუცილებელია ეს ქართველი ბავშვისთვის, მოზარდისთვის და რა სიკეთეს მოუტანს ეს ცოდნა ახალგაზრდას. მოგესალმებით. საღამოშვიდობისა, ტელემაყურებლებს მივესალმები. ჩვენ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩართული ვიყავით აი ამ საგნის განხილვაში. განხილვა მიმდინარეობდა განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად და რაც უფრო ღრმად ჩავიხედეთ ამ საგანში, მით უფრო მეტი პრობლემები აღმოვაჩინეთ საღვთისმეტყველო კუთხით, ზოგადად ჩვენი ტრადიციის და ზნეობის კუთხით. საერთოდ ჩვენთვის ცნობილი არის, რომ იმ ქვეყნებში, რომლებმაც მსგავსი საგნის დანერგვა წლების წინ დაიწყეს, 10, 15, 20 წლის წინ დაიწყეს, ამ საგნის ევოლუციის შედეგად საბოლოოდ მივიდნენ სექსუალური განათლების დანერგვამდე. და ინტუიციურად აი ზედა ფენაში საგნის სტანდარტი რაც არის, ჩანდა გარკვეული საფრთხეები. პირველი შეკითხვა რაც ჩვენ გაგვიჩნდა იყო განათლების სამინისტროსადმი, რომ საიდან გაჩნდა იდეა აი ამ საგნის დანერგვისა, საიდან გაჩნდა აუცილებლობა, სად დავინახეთ აუცილებლობა აი ამ საგნის დანერგვისა, რაზეც პასუხი დამაკმაყოფილებელი ვერ დაგვარწმუნეს იმაში, რომ ეს საგანი დაიბადა განათლების სამინისტროს წიაღში. პასუხი ასეთი იყო, რომ ეს საგანი ჩვენ თვითონ საჭიროებიდან გამომდინარე შევიმუშავეთ და ვაპირებთ ამის დანერგვას. მაგრამ აღმოჩნდა, რომ თურმე მას აქვს საკმაოდ ღრმა ფესვები. გარკვეული შეიძლება ითქვას არქეოლოგია ჩატარება გახდა საჭირო იმისათვის, რომ იმ საფუძვლებისთვის მიგვეკვლია, რის გამო შეიქმნა ეს საგანი და თვითონ სტანდარტში, რაც ჩვენ არ მოგწონდა თვალშისაცემი რაც იყო. ძირითადად ეხებოდა რელიგიის თემას და ოჯახთან დამოკიდებულების თემას. აქ აი ბავშვს სკოლის გაკვეთილების აქტივობის განმავლობაში, აქტივობებში უწევს ასეთ შეკითხვებზე პასუხისგაცემა. რატომ არ ეწევიან შენი მშობლები სათანადოდ ჯანსაღი ცხოვრების წესს? როგორ აგვარებთ კონფლიქტებს ოჯახში? რას გრძნობთ, როდესაც თქვენი ოჯახის წევრები თქვენ ვერ გიგებენ? მოიგონეთ ზღაპარი, სადაც გამოჩნდება, რომ თქვენს ოჯახში მზრუნველობა აკლია ცხოველს, საგანს ან მცენარეს. რატომ ყალიბდება ოჯახში სტერეოტიპები? ეს ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეხება ბავშვებს მე-3-4 კლასიდან. მე-4 კლასიდან მოყოლებული ბავშვი ერთვება აი ოჯახის ამბების სკოლაში გამოტანაში. სკოლაში გამოაქვს ოჯახური პრობლემები და ეს ჩვენთვის იყო ძალიან თვალშისაცემი და როდესაც ოჯახის ტრადიციას სტერეოტიპად მოიხსენიებს სტანდარტი, ესაც ძალიან მიმანიშნებელი იყო, რომ არ შეიძლება ეს ჩვენი საზოგადოების შეკვეთა ყოფილიყო და მიუხედავად იმისა, რომ განათლების სამინისტროსთან საუბრის დროს არაფრით არ მოხერხდა ამაზე პასუხის მიღება, შემდგომში ჩვენ მივაკვლიეთ მასალებს. დედანი არ შეიძლება ეთქვას, ყველაზე კარგად გამოჩნდა ესა პედაგოგთა გადამზადების წიგნებში.
ჩვენგან დასმულ შეკითხვებს შორის ერთ-ერთი ესეც იყო, რომ ვინ უნდა ასწავლოს ეს საგანი? რა კომპეტენციის უნდა იყოს მასწავლებელი, რომელიც შევა და ერთდროულად ესაუბრება ბავშვს ეკონომიკაზეც, გეოგრაფიაზეც, ისტორიაზეც და ამავდროულად ზნეობის გარკვეულ სეგმენტსაც აიღებს თავის თავს. და ეს შეკითხვა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ განუმარტავი ტერმინები იყო სტანდარტში. აი ზედაპირზე რაც იდო განსახილველი დოკუმენტი, ამაში იყო განუმარტავი ტერმინები. მაგალითად, რას ნიშნავს ყოველგვარი განსხვავებულობის მიმღებლობის უნარი, რომელიც ბავშვმა უნდა გამოიჩინოს. რას ნიშნავს, რომ ბავშვს უნდა შეეძლოს საკუთარი იდენტობის აღქმა. რას ნიშნავს სტერეოტიპი. რას ნიშნავს ჯანსაღი ცხოვრების წესი. ეს ძალიან საშიში ცნება მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ისეთი უწყინარი სათაური აქვს. ჯანსაღი ცხოვრების წესი, სადაც კი წერია ამ სტანდარტში, ფრჩხილებში უწერია ყველგან რაღაც ფიზიკურ კულტურაზე არის გაკეთებული აქცენტი, ჯანსაღი კვება. და როდესაც ჩვენ გადავშლით, იგივე სამინისტროს საიტზე არის ეს სახელმძღვანელოები. დავასახელებ სახელმძღვანელოს, ერთ-ერთ სახელმძღვანელოს ქვია კომპასი, ეს არის შედარებით მაღალი ასაკობრივი ჯგუფისათვის და მეორე სახელმძღვანელოს ქვია კომპასიტო, ეს არის უფრო პატარა ბავშვებისათვის. აი, როდესაც ჩვენ ვკითხულობთ აი აქ უკვე განმარტებულ ტერმინებს, პირდაპირ ხედავთ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის ქვეშ შემოდის უსაფრთხო სექსი. აი, აგერ ვკითხულობთ, ეს არის 251 გვერდზე, სათაური არის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა და ვხედავთ, რომ ჩამონათვალში, აი პირდაპირ წავიკითხავ ერთ აბზაცს. ადამიანის სხეულის პატივისცემისა და მოვლის აუცილებლობა. ფიზიკური ფორმის შენარჩუნება, ისეთი მავნე-ჩვევების შესახებ ინფორმაციის ფლობა, როგორიცაა ალკოგოლი, თამბაქო, ნარკოტიკების მოხმარება, სწორი კვება და უსაფრთხო სექსუალური კავშირები. აი, სწორედ ამ განმარტებებს ველოდებოდით ჩვენ იმ შეხვედრებიდან განათლების სამინისტროსთან, რომელიც ვერ მივიღეთ და საგნები, სახელმძღვანელოები, რომლითაც უნდა მომზადდნენ სამოქალაქო განათლების მასწავლებლები, გადამზადება უნდა მოხდეს მათი. სწორედ აი ამ რესურსებით უნდა იყვნენ მომზადებული ცოტა უფრო მაღალი კლასებისათვის არის როლური თამაშები. როლური თამაშები, თუმცა სტანდარტშიც ჩანდა, მაგრამ იქ იყო ასეთი როლური თამაშები. შეიძლება საკამათო გაეხადა ვიღაცას ეს მიზანშეწონილია თუ არა. მაგალითად, როლური თამაში ოჯახური სიტუაციის გათამაშება სკოლაში. ბავშვი მოდის, ყვება ოჯახურ კონფლიქტზე, შემდეგ მისი კლასელები მოირგებენ მისი ოჯახის წევრების როლებს და ხდება კლასში აი ამ სცენის გათამაშება. როლური თამაშის საშუალებით ასევე კომიქსის დადგმა, რომელიც სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები, რომლებიც ერთ ეზოში ცხოვრობენ, აი მათი კონფლიქტურ სიტუაციას განასახიერებენ. ეს იყო სტანდარტში, რომელიც ყველასთვის ნათელი იყო და პირველ რიგში ალბათ საკამათო საზოგადოებაში ეს უნდა ყოფილიყო და ნაკლებად ტკივნეული საკითხები იყო გამოტანილი, მაგრამ როდესაც გადავდივართ მასწავლებლების მომზადების აი ამ წიგნზე, ეს არის კომპასი, შეგიძლიათ ნახოთ საიტზე Civics.jz, დევს ეს წიგნი. აი აქ როლები ურიგდება ბავშვებს. ბარათები, რომელზეც წერია, რა როლი უნდა შეასრულოს ბავშვი. და სხვადასხვა როლებს შორის, აქ ახლა დაახლოებით არის 16 თუ 20 როლი. გამოგიკითხავთ ყველაზე უფრო ესეთი მძაფრი შინაარსის ქონეს. მაგალითად, ბარათი მიუვა ადამიანს და მან უნდა ითამაშოს თქვენ ხართ არაბი მუსულმანი გოგონა, რომელიც ცხოვრობს თავის ღრმად რელიგიურ მშობლებთან. თქვენ ხართ შიცის ვირუსით ინფექცირებული საშუალო ასაკის მეძავი. თქვენ ხართ 22 წლის ლესბოსელი. და უნდა გვახსოვდეს ჩვენ, რომ ბავშვების შეფასების სკალაში ერთ-ერთი ესე იგი რეიტინგული არის სწორედ როლური თამაში. როგორ ითამაშოს ბავშვი როლურ თამაშს.
აი ამ კომპასიტოში, რომელიც ცოტა უფრო მცირე ასაკის ბავშვებისთვის არის განკუთვნილი, პირდაპირ წერია 6-დან 13 წლის ასაკამდე ბავშვებისათვის, პირველივე გვერდზე წერია ეს. აი აქ იწყება რითი, ნახეთ. ბავშვებს უნდა მოუყვრეთ ზღაპარი, სადაც ზღაპრის პერსონაჟებს ექნებათ სქესი შეცვლილი. ანუ აქ წითელქუდა შეიძლება იყოს ბიჭი, კონკია უნდა იყოს ბიჭი, შესაბამისად კონკიას ეძებს პრინცესა და ასე შემდეგ. ყველაფერი გადატრიალებული არის. შეკითხვები უნდა დაუსვათ ბავშვებს თურმე, მასწავლებელს ეუბნებიან, შეკითხვა უნდა დაუსვათ ბავშვებს, რომ რისი შეცვლა დაგჭირდებოდა, რომ ერთ დღეს აღმოაჩინო საპირისპირო სქესის ადამიანი ხარ. აქ არის მთელი რიგი სავარჯიშოები, რომელიც საზოგადოებაში მიღებული ქცევების საპირისპირო არის, თქვა, მამაკაცისთვის რა ქცევებია საჭირო, ბავშვმა უნდა ჩამოწეროს ერთ სვეტში, ჩამოწეროს უნდა რა ქცევებია მიღებული გოგონასათვის და რაც მიღებულია ეხლა რაც ბავშვმა იცის, ამას ქვია სტერეოტიპული ქცევა. შემდეგი სავარჯიშო არის, რომ უნდა ჩამოწეროს პირიქით, ანუ არასტერეოტიპულიც უნდა ჩამოწეროს. და მე თავისი შეხედულების მიხედვით ესენი უნდა ერთმანეთში გააზავოს. ეს ლაპარაკია ბავშვებზე, მცირეწლოვან ბავშვებზე, 6-დან 13 წლის ბავშვებზე და ჩვენთვის ეს იყო აი მცირე შოკი იყო ეს, როდესაც აი ამ პედაგოგთა წიგნებს წავაწყდით. ჩვენ გვეგონა რომ ასეთი პრობლემები ჩვენთან რაღაცა დიდი ხნით გადადებული იყო, მაგრამ ეს წიგნები მე რამდენადაც ვიცი, აზერბაიჯანულად და სომხურ ენაზეც კი ნათარგმნი არის უკვე გამზადებულია ყველაფრისათვის, იმისათვის რომ დაიწყოს პედაგოგთა გადამზადება და ეხლა აი ამ დღეებში თანაავტორები აი ამ საგნისა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მართავენ განათლების მუშაკებთან შეხვედრებს, კერძოდ სამოქალაქო განათლების მასწავლებლებთან, რომლებთანაც ხდება პრეზენტაცია აი ამ საგნისა. დღეისათვის საიტზე თქვენ ვერ ვნახავთ სტანდარტს აღებულია. სტანდარტი იყო 80 გვერდიანი და დღეს დევს რაღაცა მხოლოდ უწყინარი ნაწილი აი ამ სტანდარტისა 12 გვერდიანი. მე არ ვიცი ეს რას უკავშირდება. კიდევ გავამძაფრებ ახლა აი ამ ჩემს თხრობას და გეტყვით ოჯახის შესახებ რა ცოდნა უნდა მიაწოდოს მასწავლებელმა ბავშვებს. ესე იგი, ბავშვებს უნდა ჩამოათვლევინოს ოჯახის სხვადასხვა სახეები, როგორი ოჯახები არსებობს. და მათ შორის ბავშვებმა უნდა დაასახელონ და თუ ვერ დაასახელებენ, მასწავლებელმა უნდა მიუთითოს, რომ de facto კავშირი, როცა ორი ადამიანი ერთად ცხოვრობს ქორწინების გარეშე, ესაც არის ოჯახი. ოჯახი ქვია, როდესაც ერთი სქესის მშობლებისაგან შედგება კავშირი. აი ეს წერია კომპასიტო 230-231 გვერდებზე. და ამის შემდეგ შემოდის გენდერის შესახებ სწავლება. აი ამ გენდერის თეორიაზე შეიძლება ძალიან ბევრი საუბარი. ეს არის მთელი იდეოლოგია, რომელიც ძალიან დიდი ინტენსივობით დასავლეთის ქვეყნებში უკვე წლების განმავლობაში ინერგება სკოლაში. გამოცდილება აჩვენებს, რომ საგანი სამოქალაქო განათლების საგანი განიცდის ევოლუციას წლების განმავლობაში, ხდება გაღრმავება აი მსგავსი სწავლებებისა, დაზუსტება რა არის ჰომოსექსუალი, რა არის ლესბოსელი, რა არის აი ამ სულ ყველაფრის განმარტება ხდება და ასაკობრივად იწევს დაბლა. ეს არის გამოცდილება, რომელიც უკვე გავლილი აქვს დასავლეთის ქვეყნებში. ჩვენ ახლა უყურებთ აი ამ პროცესის მხოლოდ ერთ კადრს და თუ ჩვენ არ გავითვალისწინებთ ამ კადრის წინ რა კადრები იყო, ვერ მიხვდებით რასთან გვაქვს საქმე. რაღაცა მოზაიკის მხოლოდ ერთ ნაწილს უყურებთ და მთლიანობაში თუ ვერ დავინახეთ, ეს იქნება პრობლემა. ორიოდე სიტყვით ვიტყვი, რა იდეას ემსახურება ეს საგანი. როდესაც ჩვენ უკვე გამოცდილ ადამიანებს ვესაუბრებით დასავლეთში, ევროპაში მცხოვრები ადამიანები არიან, რომლებიც ოჯახური ტრადიციებს
ჩვენზე არანაკლებ ურთხილდებიან. მათ თქვეს, რომ ეს საგანი არის საგანი, რომელიც ემსახურება ბავშვს მიცეს საშუალება აირჩიოს სქესი და აირჩიოს რელიგია დასაწყისშივე. აი, როგორც კი სკოლაში შედის. გენდერის თეორია არის საფუძველი აი სექსუალური განათლებისაც და შემდგომში რასაც ჩვენ ხედავთ, რაც ამას მოყვება. გენდერის თეორია რას გულისხმობს? 20 სიტყვით შევეხები ამას. ამ თეორიის მიხედვით არსებობს სქესი ბიოლოგიური, ადამიანი იბადება ბიოლოგიური სქესით, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მან სოციალური როლი სქესისა უნდა მოირგოს თავისი ბიოლოგიური სქესის მიხედვით. ანუ შესაძლებელი არის, რომ მამრი დაიბადოს და მდედრი დაიბადოს და მათ აირჩიონ საპირისპირო სოციალური სქესი. და ამ თეორიის მიხედვით არჩევანს სოციალური სქესობრივი როლის არჩევანს აქვს უფრო დიდი უპირატესობა ვიდრე ბუნებრივ სქესს. და ამ სწავლების მიხედვით გენდერის თეორიის მიხედვით მთელი პრობლემა იმისა, რომ ბავშვობიდან არ ეძლევა მამრად დაბადებულს, რომ საზოგადოებაში ქალის როლი მოირგოს და პირიქით მდედრად დაბადებულმა, რომ მამაკაცის როლი მოიგო. მთელი პრობლემა რატომ არ ხდება ესა? ბევრ შემთხვევაში ყოფილა საზოგადოების სტერეოტიპული შეხედულებები. ანუ საზოგადოება თავისი სტერეოტიპული შეხედულებები და მოლოდინებით გარკვეულ ძალადობას ახდენს ბავშვზე, რომელიც უნდა გაიზარდოს. მათ შორის ძალადობას ახდენს მშობელი, მამა, რომელიც ბიჭუნას უშლის გოგონას სათამაშოებით თამაშს და ნამდვილი საზოგადოება, სრულყოფილი საზოგადოება, სრულყოფილი საზოგადოებისაკენ მდგომარეობს იმაში, რომ სტანდარტები, ესენი სტერეოტიპები აი ამ საზოგადოების უნდა დაინგრეს, რომ არ იძალადონ ბავშვს და თუ უნდა ბავშვს, რომ ითამაშოს ბიჭუნას, თუ უნდა რომ ითამაშოს ვარდისფერი თოჯინებით, შობელმა მას არ უნდა მიცეს შენიშვნა, არ უნდა ჩაერიოს მასში. აი ეს არის გენდერის თეორია, რომელიც ჩნდება აი ამ საგნის ძირში, საფუძველში. დიდი მადლობა, ანდრია. საინტერესოდ მომზადებულ ხართ, შეიარაღებულიც ხართ და ფაქტიურად შეკითხვაც ვერ დაგისვით, ისე წაიყვანეთ საუბარი. იმედია, რომ მომავალში იქნება თანამშრომლობა, გაგრძელდება განათლების სამინისტროსთან და შეიძლება რაღაცა საერთო აზრამდე მივიდეთ. იმედი გვაქვს, ყოველ შემთხვევაში ეს კონტაქტები არ წყდება და გარკვეულ იმედს იძლევიან, როდესაც შევხვდით ჩვენ თანაავტორებს, მე ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ისინი უბრალოდ მთლიან სურათს ვერ ხედავენ და შეიძლება მათ არც კი იციან თუ რა საშიშ თემაზე მუშაობენ აი ამ წუთას. დიდი მადლობა. ჩვენ გავდივართ რეკლამაზე და რეკლამის შემდეგ ბრუნდებით მეორე ბლოკში უკვე ბატონ დიმიტრი ლორთქიფაინძესთან და გვექნება მარიხუანას დეკრიმინალიზაციაზე საუბარი.